მეგობრებო, მოკლედ გეგმები შეიცვალა საქართველოში ბრუნდები გარკვეული მიზეზების გამო. გასაგები მიზეზების გამო და საუკეთესო ჰოსტელი შემირჩიეს შეღავათიან ფასებში. აქ ჩამოვედი აეროპორტში უკანა გზის ბილეთი შესაძენად. მქონდა შეძენილი, მაგრამ გადასვლა მინდოდა, იმიტომ რომ მე უნივერსიტეტში გამოცდები მაქვს და მაგის გამო მიწევს საქართველოში დაბრუნება. ვერ გადავიდან და ვერაფერი ვერ მოხერხდება, რადგან უნდა ვინმე სადმე გადავიმეორო და ასე შემდეგ. საუკეთესო ჰოსტელი მირჩიეს აქ აეროპორტში უკან აღარ წახვიდეო და დაგაბინავებთო სულ დაიჭდა 30 ევრო ერთი ღამე. ტელევიზორიცა შემთხვევით 2 საწოლიანი არჩიეს თუ როგორ მოხდა არ ვიცი. და აეროპორტამდე ფეხითაც კი მიხოთ, არც ტაქსი არა საჭირო და არც არაფერი. აი თვითმფრინავები ფრინდებიან, აი ზუსტად ამ ნომრის უკან. და საკმაოდ შეღავათიანი ფასებია ჩემთვის. ყავაც დავდიე დღეს, საჭმელის ვჭამე. და ნენელა ვემზადები ჩემ ფრენისთვის, 3-ზე დაიწყებაო ჩეკინიო, მე კიდე სასმარს დატოვება 10-ზე მიწევს და ნენელა უნდა გავიდე მეგობრებო. და შევეცდები აეროპორტიც დაგანახოთ, როგორი არის და კარგი ხალხი არიან, კარგი მოგზაურობა იყო ჩემთვის, მე მომეწონა, ნორმალური იყო ყოველ შემთხვევაში. წინასწარ მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოებს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, არხის გააქტიურება, რომ არ გამოგჩნდეთ ახალი ვიდეოები. და მომავალ შეხვედრამდე მადლობა, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს. აი მეგობრებო, ის ჰოსტელი, რომელიც მირჩიეს, იმიტომ რომ მიუნხენში დაბრუნება ცოტა დაიღლებიო რა, ძალიან დაიღლებიო, თან ფულიც დაგიხარჯებაო და ბარემ აი ზუსტად ჩემს უკან აქ თვითმფრინავები ფრინდებიან, ჩამოფრინდებიან და რაღაცა. უბრალოდ აქ პარკინგია და აი იქეთ არის სადღაც ასაფრენი ბილიკი. აი ესეც ფანჯრები არის. აი მეგობრებო, 30 ევრო ერთი ღამე. აი ახლა მიწევს გასვლა 10 უკლია. უკვე 10 და შესანიშნავი ვარიანტია ჩემი აზრით, პულტიც, ტელევიზორიც და მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, ამ ჰოსტელის მისამართს დავწერ აღწერაში და ნაპატროებით. აი მეგობრებო, ეს იყო ჩემი ნომერი. ძალიან განვითარებული არის ტექნოლოგია, რისი საქართველოში არის თუ არა სადმე ასეთი აპარატები არის. აი ესა ჩეკინი, აი აქ გადიხარ ჩეკინს ჰოსტელში. ძალიან მოსახერხებელია, აქედანაც საერთოდ და ყველაფერი, აქედან გასწრებ ყველაფერს. ზემოდან პასპორტს დაადებთ, რომ დაჟარშნილი გაქვთ. ახლა გავიდით. გარეთ ცოტა ძლიერი გასაღებია.
ის ძალიან ცივა. ცუდი ადგილი ნამდვილად არ არის. აი, თქვენ შეხედავთ, რომ ძალიან ახლოში ვართ სასმელოდან. პარკინგის ადგილები ყოველთვის შევსებული არის. იქით არის ავტობანი. ავტობანზე აქ როგორც დავინახე 120 არის დაშვებული, პროსტ ჩვენთან 100-ია. იქით არის აი იქით პირდაპირ გადის მიუნხენისკენ ავტობუსები იქით მოძრაობენ ავტობანზე. აი როგორც ხედავთ თითქმის არა, ყველგან გერმანულად წერია. ძალიან იშვიათად რომ შეხვდეთ ქართულ წარწერებს. ქართულ არა, ბოდიშვილის ქართულ საკამონდა. ცოტა დაფნეულიყო. ახლა უკვე შემცირდა. მივახლოვდით აეროპორტსაც. მეგობრებო, ფინალები მოგონი ჩანს უდები ჩანს მე მოზრობ ქეთები გებზე ყოველ შემთხვევაში და აი იქით პირდაპირ ზუსტად გახვალთ, მე მარჯვნივ გავუხვევთ და გვიარი აეროპორტი. როგორც ხედავთ, მისაღები არა. საერთოდ არაც მისაღები აქ მითხრა, მოიყვანა რომ ტაქსი თუ წამოხვალ 20 ევრო დაიზრდება და მე თუ წამოყვები 10 ევრო, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადო ფული როცა ასე ახლოში არის და თუ სიარული არ გიჭირს პატივად მე ვიტომ ვხავთ. გონჯობია გერმანიაში უფრო ზაფხული სეზონში ჩამოვიდეთ. თქვენ საშინელი სიცივია მის არის დიდი დრო არ გამოტარები აქვს, მაინც ყოფილი დავში ასე თუ ისე. თან ძალიან მოგინათ რომ უკვე ჩემი ქვეყანა. აი მეგობრებო, აეროპორტი. აი აქვე იდგება ერთი დაცვა. და საკმაოდ კარგი ბიჭი არის. ახალგაზრდა კაცი არის, ავღანელი ვარო, მუშაობს და საკმაოდ კარგი დიალოგი ჰქონდა. ასე რომ აი ზუსტად მოვედით აეროპორტთან, აქ დგებიან როგორც მიუნხენის მიმართულებით ავტობუსები, ასევე თვითონ მემინგენში მიმავალი ავტობუსი. აი აეროპორტის წინ რა დგას, აი ის არის მემინგენის მიმართულებით იქ დგებიან ძირითადად. სულაც იყო მეგობრებო, მე მგონი აეროპორტში ვიდეოს გადაღებისმხლება არ მაქვს და მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ და აბა თხოვებით.